მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს მექნება მონოლოგი. მონოლოგი შეეხება ისეთ საკითხებს, რაც დღეს მიმდინარეობს და იმას თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სამყარო. ზოგადად ჩვენ ვცხოვრობთ გარდამავალ პერიოდში და ვხედავთ აი ამ გარდამავალ პერიოდის გავლენებს საქართველოს. დღესაც შეიძლება აქციები გაგრძელდეს, სწორედ ახლა ემზადებიან დღეს და ხვალ, რომ ჩაშალონ, ეგრე ვთქვათ, პარლამენტის შეკრება, ჩაშალონ ის, რომ ახალი პრეზიდენტი აირჩიონ და ესა ბოლო მცდელობა მოკლედ ევრომაიდანის. როგორც საუბრობდი, ევრომაიდანი დამარცხდებოდა, ის უკვე მილევად პროცესშია და ამას აქვს საკუთარი მიზეზები, რატომაც მარცხდება ევრომაიდანი. ევრომაიდანი მარცხდება იმიტომ, რომ იცვლება გლობალური წესრიგი. თუმცა ბევრ სახელმწიფოებში რჩება ჯერ კიდევ ლიბერალურ ჰეგემონია. საქმე იმაშია, რომ ჩინეთი, რომელიც ახორციელებს საკუთარ გეოპოლიტიკურ პროექტს, შუა დერეფანს, მას სჭირდება არა მარტო აზიის ქვეყნები, როგორიც არის ყაზახეთი, როგორიც არის აზერბაიჯანი, არამედ მას სჭირდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. მათ შორის საქართველო, მათ შორის რუმინეთი. რუმინეთში მოხდა საოცარი რაღაცა, რუმინეთში გაიმარჯვა პრეზიდენტობის კანდიდატმა პირველივე ტურში კალენ ჯორჯესკუმ და იმის მიუხედავად, რომ მან გაიმარჯვა, უზენაესმა სასამართლომ პირველ ტურის შედეგები გააუქმა. ბათილად ცნო. ესეთი რაღაცა არ მოხდა აქამდე, ესეთი რაღაცა უბრალოდ არის იმის გამოვლინება, თუ როგორ აღარ შეუულიათ მასებზე ზემოქმედება ლიბერალურ ელიტებს. ლიბერალური ტექნოკრატები, რომლებიც გამოზარდეს და ეს ტექნოკრატები როგორი პრინციპით გამოზარდეს, კლუბური პრინციპი იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტში ნასწავლი გამოზრდილი ადამიანები არიან, ხშირ შემთხვევაში პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ნასწავლები, რომლებსაც ჰქონდათ განცდა, რომ სწორედ ისინი წარმოადგენდნენ დემოკრატიას, მათთვის უნდა ხორციელდებოდეს დემოკრატია, მათ შექმნეს მთელი რიგი ბიუროკრატიული აპარატები ევროკავშირში, რომელიც არ გამოხატავდა ევროპელი მოსახლეობის ინტერესებს, მათ ხშირ შემთხვევაში არავინ არ ირჩევდა, გარდა ერთმანეთისა და ისინი გამოხატავდნენ მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ტექნოკრატ კლასის ინტერესებს. მაგრამ როგორც კი კრიზისი დადგა უკრაინის ომით, ნათელი გახდა, რომ მსგავს ტექნოკრატებს არ შეუულიათ იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც არის დღეს ევროპისთვის საერთოდ მნიშვნელოვანი. ევროპაში დღეს არის კრიზისი, Volkswagen-ი გავიდა გერმანიიდან, გადის ბევრი ინდუსტრია ტოვებს ევროპის კონტინენტს. ამის მიზეზი არის ის, რომ თუ კი აქამდე ევროპული ინდუსტრიები საზრდოობდნენ იაფი რუსული ენერგორესურსებით და რუსეთი იაფად აწვდიდა მათ ენერგორესურსებს. ენერგორესურსების ფასები როგორც კი გაიზარდა, ევროპული ინდუსტრიებმა დაიწყეს ესე ვთქვათ, გადინება პირველ რიგში შეერთებულ შტატებში, მეორე რიგში ისინი ცდილობენ ასევე სხვა ქვეყნებში გავიდნენ. აღმოჩნდა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცა აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი რესურსები არის მაინც წამყვანი. ჰოლივუდი, პრესტიჟი, ეს ყველა ფორმა, რომელიც აქამდე რაღაცა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებაში, დაკარგა ეს მნიშვნელოვანი გავლენები და თურმე მნიშვნელოვანი ყოფილა ხორბალი, თურმე მნიშვნელოვანი ყოფილა რკინა, თურმე მნიშვნელოვანი ყოფილა ურანი, თურმე მნიშვნელოვანი ყოფილა გაზი, ნავთობი. ეს ყველაფერი თურმე იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ ესეთ გეოპოლიტიკური დაპირისპირების დროს ვის აქვს ეს რესურსები, მას აქვს უპირატესობა. ეხლა აღმოჩნდა, რომ სწორედ საუდის არაბეთი, რომელიც საკუთარ ფასებს თვითონ არეგულირებს, უკვე ყიდის საკუთარ ნავთობს არა დოლარზე, არამედ უკვე ეროვნულ ვალუტაზე ჩინეთთან, ხო? ჩვენ ხედავთ იმას, რომ მთელი ეს დასავლური ტექნოკრატიული სამყარო რაზეც იდგა, ანუ პრესტიჟულობით ნიშნებზე, ეს პრესტიჟულობით ნიშნები ინგრევა. ანუ ზედნაშენია ამის ინგრევა.
და ისინი მიდიან რადიკალურ ზომებს. ისინი უპირისპირდებიან დემოკრატიას და ამის ფონზე ჩნდება მეორე ძალები თვითონ ევროპაში პირველ რიგში. ამ ძალებს ახლა გამოხატავს ამერიკაში ტრამპი, ხოლო ევროპაში ორბანი. და ეს როგორი ტიპები არიან? არ ტრამპს არ უსწავლია რაღაც პრესტიჟულ განსაკუთრებულ სასწავლებელში. ეს არ იყო ადამიანი კლუბიდან, ეს იყო ადამიანი, რომელიც პირიქით ითვლებოდა მდიდრად, მაგრამ არ იყო აი ამ დიდი კლუბის წევრი და ამის მიუხედავად მან შემოიკრიბა ის ადამიანები გვერდზე, რომლებსაც შეუძლიათ მთელი რიგი სფეროებში წარმატების მიღწევა. მაგალითად, ტრამპის გვერდზე არის ილონ მასკი, ტრამპის გვერდზე არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ კლუბს არ მიეკუთვნოდნენ. და ჩვენ ვხედავთ, რომ ესეთი ადამიანები, მათ შორის ორბანი ხო, რომელმაც დახურა სოროსის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში. აქამდე უნგრეთი ითვლებოდა ეს სწორედ ცენტრად, სოროსის ცენტრად. იქ იყო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, იქ სწავლობდნენ და იქ ქმნიდნენ კადრებს, მათ შორის ჩვენთანაც აბსოლუტურად დიდი ნაწილი ბიუროკრატიის აქვს ნასწავლი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. NGO-ების დიდი ნაწილი სწორედ მან აქვს ნასწავლი. ორბანმა დახურა ეს უნივერსიტეტი, იძულებული იყო სოროსი გადაიტანა ეს უნივერსიტეტი სხვა ქვეყანაში და ნათელია, რომ იწყება სხვა შემოbrunება და საზოგადოება ესეთი ადამიანების გვერდზე არიან. რუმინეთში გაუქმდა არჩევნები მხოლოდ იმიტომ, რომ კანდიდატი, რომელიც არ გამოხატავს ლიბერალურ ჰეგემონიას, ლიბერალურ იდეებს და მას უწოდებენ ხშირად ულტრამემარჯვენეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ულტრამემარჯვენე, ეს არის პრინციპში ადამიანი, რომელიც იმ სუვერენიტეტულ ხაზს მიყვება, რაც არის დღეს აღმოსავლეთ ევროპაში პრიორიტეტული, კონკრეტულად ორბანთან მიმართებაში. ის დემოკრატიული მექანიზმებით ვერ შეაჩერეს. ამიტომ არა დემოკრატიული მექანიზმებით, აი უზენაესმა სასამართლომ, აი ამიტომ აქვს სწორედ დღეს ამიტომ ხორციელდება ქართულ სასამართლოზე თავდასხმა. ქართულ სასამართლოზე თავდასხმა ხორციელდება, იმიტომ რომ ამერიკელების ხელში და არა მარტო ამერიკელების, სხვა ძალების ხელში იყოს ჩვენი სასამართლო, რომელიც გააუქმებს იმ არჩევნების შედეგებს, რომელიც არ მოეწონებათ გარეთ. გახსოვდეთ, სასამართლოზე შეიძლება მთელი რიგი პრეტენზიები გაგვაჩნდეს, მაგრამ ქვეყნები, რომლებიც არ აკრიტიკებდნენ სააკაშვილის დროინდელ სასამართლოს, დღეს დაიწყეს აქტიური კრიტიკა. ამ კრიტიკის საგანი არის სწორედ ის, რომ ის სასამართლო არ ემსახურება სხვა ქვეყნებს. გვახსოვს უბრალოდ მოსამართლე და პროკურორის განცხადებები, რომ ამერიკის საელჩოდან დაურეკეს მას ჩვენ და მისცეს შენიშვნა. გვახსოვს ასევე ის პროცესი, როდესაც მოსამართლეების შეუჩერეს ვიზები და არ მისცეს საშუალება ამერიკაში შესულიყვნენ. ეს რატომ ხდება? იმ შემთხვევაში ექნებოდათ ჩვენ მოსამართლეებს კომფორტული გარემო, თუ კი ისინი იქნებოდნენ სხვა ქვეყნის მოსამსახურეები და ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მართლა ის სასამართლო რეფორმა გატარდა, რაც აი ამ ლიბერალებს უნდათ. რა იქნებოდა დღეს საქართველოში? ქართულმა ოცნებამ, რომელმაც გაიმარჯვა არჩევნებში და რომელიცაც ჰქონდა საკმაოდ ფართებ ხარდაჭერა, საზოგადოებრივ ხარდაჭერა, ამ არჩევნებს მაინც გამოაცხადებდნენ გაყალბებულად. რუმინეთში როგორ მოხდა? რა მიზეზით მოხდა? პირველი მიზეზი იყო ის, რომ თურმე TikTok-ში იყო, ესე იგი, fake account-ები და ამ fake account-ებმა შეცვალეს საზოგადოებრივი აზრი. აი წარმოგვიდგენიათ, აი TikTok-ში ყოფმა, ესე TikTok-ში, აი მე რო დავარეგისტრო რამოდენიმე account-ი და იქ შექმნა რამოდენიმე პლატფორმა, ხო? სხვა პლატფორმა. თურმე ეს არის დანაშაული და ამის გამო შეიძლება პრეზიდენტობის კანდიდატი ან პარტიას გააუქმონ შედეგები. ეს ისე მიანიშნებს, რომ სოციალური მედიაც კი მათ ხელში არ არის და სოციალური მედიის კონტროლი მათ უნდათ. მე ერთ-ერთ გადაცემაში საუბრობდი იმაზე, რომ
ლიბერალური დემოკრატია მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი ახდენენ საზოგადოებრივი აზრის განწყობების შექმნას. და თუ კი მათ ხელშია ეს ინსტიტუტები საზოგადოებრივი აზრის შექმნის. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ მაგალითად TikTok-ზე ისინი ვერ ახდენენ, იმიტომ ჩინური არის TikTok-ი, ისინი ვერ ახდენენ კონტროლს. ამიტომ შეერთებულ შტატებში აკრძალული აქვს TikTok-ი, რო იცოდეთ. საქართველოში საბედნიეროდ არ არის აკრძალული და სწორედ ის არის ერთ-ერთი პლატფორმა, საიდანაც ხორციელდება გარკვეულწილად კრიტიკული აზრი, ფიქსირდება ლიბერალურ ჰეგემონიის წინააღმდეგ კრიტიკული აზრი. ჩვენ ხედავთ ასე რომ Facebook-ზე უამრავ ფაქტ-ჩეკერებს და სხვა ესეთ ორგანიზაციებს, რომლებიც უბრალოდ შლიან არა ჰეგემონურ აზრის, ლიბერალურ ჰეგემონურ აზრის საწინააღმდეგო გარკვეულწილად მოსაზრებებს ან პლატფორმებს. უბრალოდ შლიან, აი ეს უნდათ და შლიან ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. და მოგდის უბრალოდ ესეთი წერილი, რომ თქვენი კონტენტი არ შეესაბამება ჩვენი საზოგადოების ესე იგი წესებს. კონკრეტულად რა დაარღვია, ამაზე აღარ მოგდის მე უკვე არანაირი ახსნა განმარტება. აი ესეთი ცინიკური სისტემა არის. და სწორედ ამიტომ, რომ რუმინეთში მოხდა TikTok-ის fake account-ების აღმოჩენა, ესე ვთქვათ, ეს გახდა მიზეზი, თუ რატომაც გააუქმებს პირველ ტურში გაიმარჯვა. ხო? ჯორჯესკომ პირველ ტურის გააუქმების მიზეზი. შესაბამისად, ახლა ჩვენ ხედავთ, რატომ მოხდა ეს ასე ვთქვათ რუმინეთში. რუმინეთში არის ამერიკული სამხედრო ბაზა. რუმინეთში არის ძალიან დიდი გავლენები ამერიკელების და ის რომ საქართველოში არ არის ამერიკული სამხედრო ბაზა, ეს გვაძლევს იმის საშუალებას სწორედ, რომ აქ დემოკრატიული ინსტიტუტები შევინარჩუნოთ. აქ არჩევნებს კონდეს აზრი, აქ კონდეს არჩევნებს აზრი, რომ ის გამოხატავდეს საზოგადოებრივ განწყობებს და არა ჰეგემონურ აზრის რაღაცა პრიმატს. მეორე ხა მნიშვნელოვანი მოვლენა არის ის, რომ ჩვენ ხედავთ აი ამ ეგრეთ წოდებული ხელოვანების, ეგრეთ წოდებული რაღაცა სხვა პროფესიის ადამიანების გამოსვლებს, ხო? მაგრამ რატომღაც არ ხდება, აი რატომღაც არ გამოდის, ვერ საუბრობენ, ხო, სოციალურ დაბალ ფენებზე. არ გამოდიან ისინი აქციებზე. არ გამოდის აქციებზე ხალხი, პოპულუსი. ხალხი, რომელიც ხედავს, რომ ეს აქციები მის საწინააღმდეგოდაა, რომ ეს აქციები ვერ გამოხატავენ მის სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ ინტერესებს. არ გამოდის ხალხი, იმიტომ რომ აქციებზე ხდება მათი იდენტობის, მათი რელიგიური და ეროვნული იდენტობის შეურაცხყოფელი რაღაც ესე თქვათ იდგმება შეურაცხყოფელი სცენები იდგება სხვა განცხადებები კეთდება. თუნდაც ის კუბოს დაწვა, ხო, სადაც გამოსახული იყო ქრისტე, ხო? ესაც ერთ-ერთი ნაწილია იმისა, ბევრი ამბობს, რომ ეს არაკანონიკური რა მნიშვნელობა აქვს. აი, მოდი ესე ვთქვათ, მე თქვენ რომ მაგალითად ისლამურ საზოგადოებაში უბრალოდ ფურცლზე დაწეროთ, რომ ის ყველა მუსულმანისთვის ძვირფასი სიტყვა, რაც არის, რომ არა არის ღმერთი გარდა ალლაჰისა და მისი მოციქულისა მუჰამედისა და ეს რომ დაწვათ თქვენ უბრალოდ იქნებით ცოცხალი ვერ გადმოხვალთ, მაგრამ ეს აღიქმება როგორც რელიგიური შეურაცხყოფა. ეს აღიქმება და არავინ არ ამბობს, რომ ეს ნაწერი რაღაცა ის არის, რა ქვია, კანონიკურია. როგორც მაგალითად თქვენ რო აიღოთ ორი ჯოხი და გააკეთოთ ჯვარი და მე ის დაწვათ, ის მიუხედავად რომ შეიძლება არ იყოს კანონიკური ჯვარი, ხო? ესაც რელიგიური შეურაცხყოფაა. და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ მომენტისთვის, ესე იგი ეს კანონიკურია თუ არაა კანონიკური. აქედან გამომდინარე, ისინი ვერ გრძნობენ, აი ეს ლიბერალები ზოგადად ვერ გრძნობენ ეროვნულ და რელიგიურ გრძნობელობას, აი ვერ გრძნობენ, რომ სხვა ადამიანებს ესენით გააჩნიათ. და მათ გონიათ, რომ რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი, ყოველთვის ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი. და მინდა დავარწმუნო ისინი, რომ მხოლოდ მათი ბაბლებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი და არა საზოგადოებისთვის. მე უბრალოდ გაჩვენებთ იმ სცენარებს,
სადაც ლიბერალები არიან ძლიერები, რა ხდება იქ? იქ დემოკრატიული ინსტიტუტები მოშლილია, იქ სხვადასხვა ინსტიტუტებით იქნება ეს სასამართლო, იქნება ეს NGO, იქნება ეს პრესა. მთლიანად მათ ხელში არის და ახდენენ ყველანაირ დემოკრატიული ინიციატივების უგულებელყოფას და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენმა პრეზიდენტმა იკადრა ეს. აი როგორ შეიძლება ჩვენ გქონდეს, ესე იგი დემოკრატიული სისტემა, როდესაც ჩვენ ვერევით სხვის არჩევნებში, ხო? ჩვენმა პრეზიდენტმა იკადრა ის, რომ მაგალითად რუმინეთში ჯორჯესკუს უწოდა პრორუსი ლიდერი, ხო? კანდიდატი და აშკარად მხარი დაუჭირა ელენა ლასკონის კანდიდატურას, რომელიც არის რაღაც ლიბერალური ფრთის წარმომადგენელი. ეს ხო ყველაზე არადიპლომატიური საქციელია. ეს ხო თვითონ ზურაბიშვილს კარგად უნდა ესმოდეს როგორც ყოფილ დიპლომატს, ხო? ეს ხო ძალიან კარგად უნდა ესმოდეს. მაგრამ ჩვენ ხედავთ აი ამ საერთაშორისო ლიბერალური ჰეგემონიის ზეწოლად და ჩვენ ხედავთ ვის უჭერს თვითონ ზურაბიშვილი მხარს და რა უნდა მას. ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ ამას. ეს არის ერთი კლასი, რომელიც ჩვენ დაგვიყენეს. ჩვენ პრეზიდენტი აქამდე არ ყოლია. ჩვენ ყავდა დაყენებული ადამიანი, სხვის ხელით შემოსული ადამიანი, რომელიც ჩვენ იძულებული ვიყავით, იმიტომ რომ სუვერენულობის რაღაც დოზა არ ქონდა და რესურსი არ ქონდა იმდენი, რომ ჩვენ ყოლოდა ჩვენი პრეზიდენტი. ვიც ყავდა ისინი კი გადააგდეს ზოგადად ჩვენ ისტორიაში. თუ კი რაღაც სუვერენულობის რაღაც ნიშნები ქონდათ, ისინი ჩამოაგდეს და მათი ბედი მთლად კარგად არ წავიდა, ხო? მაგრამ არ ყოლია ესეთი პრეზიდენტი, რომელსაც ექნებოდა რაღაც შიდა ლეგიტიმაცია. ჩვენ ყავდა ყოველთვის პრეზიდენტი, დანიშნული პრეზიდენტი, რომელიც ახორციელებდა მათ ინტერესებს, რომელიც ქმნიდა კრიზისებს, პოლიტიკურ კრიზისებს. გავიხსენოთ გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ქმნიდა კრიზისებს იმით, რომ ვეტოს ადებდა სხვადასხვა კანონს, ხო? მაგით გამოიჩინა საკუთარი მართლობა, ესე ვთქვათ, ხო? პრეზიდენტობის პერიოდში. მეტი არაფერი არ უკეთებია და ყავს მეორე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უბრალოდ პოლიტიკურ კრიზისს ქმნის და ის არა თუ არა გამაერთიანებელი, არამედ კრიზისების შემქმნელი პრეზიდენტია, ხო? და ეხლა გასაგებია, რომ როდესაც ეს პრეზიდენტის ბერკეტი ხელიდან ეცლებათ, დღეს და ხვალე ისინი მაქსიმალურს გააკეთებენ იმისთვის, რომ შექმნან იმის განცდა, რომ ახალი არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტი, გამოაჩინა არალეგიტიმურად და ლეგიტიმაცია მიცემ მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც მათ გეგმებს ახორციელებს. იმის მიუხედავად, რომ ის პარტიები, რომლებიც ახლა დაუჭერენ მხარს სალომე ზურაბიშვილს, რამოდენიმე წლის წინ აგინებდნენ, საუბრობდნენ მასზე როგორც რუსეთის აგენტზე, საუბრობდნენ მასზე როგორც მოღალატეზე, რეზიდენტზე და მაშინ ისინი არ აღიარებდნენ მის ლეგიტიმაციას. არავინ მაშინ არც ერთი ოპოზიციონერი მაშინ არ აღიარებდა მის ლეგიტიმაციას. დღეს ეს ხალი თურმე ყოფილა მათი პრეზიდენტი, მათთვის ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო, ხო? კარგად აჩვენებს თუ რა თამაში მიმდინარეობს. ეხლა თავარი რა არის? როგორ იცვლება სამყარო? სამყარო იცვლება ისე, რომ შეიძლება ზოგ ქვეყანაში უფრო გვიან, ზოგ ქვეყანაში უფრო ადრე, მაგრამ მოდის სხვა ტიპები ხელისუფლებაში. ქართული საზოგადოებაში, ქართული ოცნება, ეს არის იმის გაგრძელება, აბსოლუტური გაგრძელება, ეს არის აბსოლუტურად დასავლური მოვლენა, ეს არის ტრამპის, ორბანის გაგრძელება არის ქართული ოცნება. თუ კი ყველაზე დასავლეთით, ევროპის ყველაზე დასავლეთ ცივილიზაციის ყველაზე დასავლეთთან შეერთებულ შტატებში არის ტრამპი, მის ყველაზე აღმოსავლეთით არის ქართული ოცნება. და ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა. ეს არის კონსერვატიული შემოbrunება, დაწყებული როგორ კონსერვატიული შემოbrunება, ის კანონები, რა კანონებიც არის მიღებული, ეს არის აბსოლუტურად იმ ლოგიკის გაგრძელება, რასაც შეიძლება უწოდოთ კონსერვატიული შემოbrunება, ხო? იქნება ეს ოჯახური ფასეულობები, იქნება ეს გენდერის განსაზღვრა, აი ტრამპმაც თქვა, რომ და მიიღო უკვე დადგენილება, რომ არსებობს მხოლოდ ორი გენდერი, მამაკაცი და ქალი. ეს არ უთქვავს ნუკლი შოშიაშვილს, ეს არ უთქვავს რომელიმე ქართველ რაღაც
კონსერვატორს ან მოაზროვნეს ეს თქვა ტრამპმა და ეს თქვა უკვე დაამტკიცა ამერიკის სენატმაც, ხო? შესაბამისად, ჩვენ გვაქვს რეალობა, სადაც ის კულტურული პოლიტიკები, რომლებიც ძალით ესე იგი გვახვევდნენ თავს, ეს ყველაფერი წარსულს ბარდება. მოდის დემოკრატიის ეპოქა. ოღონდ ეგ როგორი დემოკრატია? და ეს შეიძლება არ იყოს იდეალური დემოკრატიის მოდელი. მე მესმის, რომ ჩვენ უახლოეს ისტორიიდან ევროპის ჩვენ გვსხობ ამ შემთხვევაში ევროპის უახლოეს ისტორიიდან. აი 60-იანი წლების, 70-იანი წლების დემოკრატიასთან შედარებით დღევანდელი დღე აბსოლუტურად გაუარესებულია. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ის პერიოდი, რომელიც იყო ცივი ომის დროს ევროპულ დემოკრატიებში, იყო გაცილებით მაღალი ხარისხის, ვიდრე ეს დღეს არის, მაგრამ მოდით შევადაროთ, ესე იგი, განსხვავება. 1991 წლიდან დღემდე უთანასწორობის დონე ამერიკაში და ევროპაში, ამერიკაში 99%-ით გაიზარდა, ევროპაში გაიზარდა 48%-ით უთანასწორობის დონე. საზოგადოება გახდა გაცილებით უთანასწორო, ვიდრე იყო 60-იან, 70-იან წლებში. პოლიტიკური ინსტიტუტები გარდაიქმნა, პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა დაკარგეს, ესე ვთქვათ, სახალხოობის განცდა, მაგალითად ამერიკულ სენატში მიღებულ კანონების მხოლოდ 10%-ის შესახებ, უფრო ნაკლებია ეს, მაგრამ აი მაქსიმალური რაოდენობა იყო 10%. მხოლოდ 10%-ის შესახებ იცის საზოგადოება, დანარჩენი 90% საზოგადოების აბსოლუტურად უცნობია და გაუგებარი კანონებია. რაც აჩვენებს, რომ ესე იგი სენატი მუშაობს არა საზოგადოებაზე, არამედ მუშაობს რაღაც ელიტას. გასაგებია ეს. კორპორაციებს, კორპორატიას უწოდებენ ხშირ შემთხვევაში ესეთ სისტემას. საზოგადოების როლი უფრო და უფრო, ესე იგი, მცირდებოდა. და ეხლა რაც ხდება ტრამპთან მიმართებაში, ეს არის ამოხეთქვა იმ ძალის, რომელიც აქამდე გაჩვენებული იყო, ხო? აქამდე მდუმარე იყო. ამიტომ უწოდებენ მდუმარე უმრავლესობას. აქედან გამომდინარე, დღევანდელი დემოკრატიები იქნება აგებული შემდეგ პრინციპზე. დღევანდელი დემოკრატიები იქნება არა იმდენად თანასწორობის პრინციპებზე აგებული, არამედ იქნება იმ პრინციპზე აგებული, რომელიც ორიენტირებულია ამ ტექნოკრატიის გადაჭარბებული მადისა და გადაჭარბებული გავლენების შეზღუდვაზე. და ამ შეზღუდვას მოახერხებს მხოლოდ ისეთი ძლიერი ლიდერები. მოახერხებენ მხოლოდ ისეთი ქარიზმატული ძლიერი ლიდერები, როგორც ორბანია, როგორც ტრამპია, როგორც ესეთი კაშკაშა ვარსკვლავები არის ევროპული პოლიტიკის, ხო? რომლებიც მოდიან უკვე ხელისუფლებაში, ისინი მოახერხებენ ამ ტექნოკრატიის მადისა და გავლენების შეზღუდვას. მათ უწოდებენ ხშირად პოპულისტებს და მართლაც ჩვენ თუ ავიღებთ ამ სიტყვის ეტიმოლოგიას, ანუ ხალხოსნების ნიშნავს, აი პოპულისტი ქართულად თარგმნილ ნიშნავს ხალხოსანს. ხო, პოპულოს ეს არის ხალხი და პოპულისტი, ანუ ხალხოსანი. ხალხოსანი ლიდერების ეპოქა დგება. ხალხოსანი ლიდერები და ეს ლიდერები რას გრძნობენ? რას ხედავენ? რომ ხალხს არ უნდა რომ მათზე ახორციელებდნენ კულტურულ ექსპერიმენტებს. არ უნდათ რომ კულტურულ ექსპერიმენტებს ახორციელებდნენ. ხალხს უნდა ძალიან მარტივი რაღაცა, მას უნდა საკუთარი იდენტობის დაცვა და მას უნდა გარანტიები მიიღოს, რომ ის არ იქნება ლაბორატორიული ვირთხა, რომელზეც ტექნოკრატები განახორციელებენ რაღაც ექსპერიმენტებს, ეს ერთი და მეორე, ხალხს უნდა ძალიან ისეთი რამ, რომ აი ესეთმა ქარიზმატულმა ლიდერმა უსახო ბიუროკრატია ჩაანაცვლოს და ეს ქარიზმატული ლიდერები გამოხატავდნენ სახალხო იდეებს და სახალხო მოთხოვნებს. და ამ ესე იგი ლიდერების საშუალებით ხალხმა დაიბნო საკუთარი ძალაუფლება. ანუ დემოკრატია ახლა ხორციელდება სწორედ აი ესეთი პოპულისტების ხელით და არა ტექნოკრატების ხელით. ამიტომ დღევანდელი დემოკრატიის პროექტი დაკავშირებული არა ტექნოკრატებთან, არამედ სწორედ ესეთ ხალხოსან პოპულისტ ლიდერებთან. საქართველოში ცოტა უცნაურადაა ამ ხრივ საქმე, იმიტომ რომ ესეთი, მოდი ესე ვთქვათ, ფიგურა როგორც ორბანია,
არ ყავს ერთი მხრივ, მაგრამ ჩვენ გვაქვს პარტია, რომელიც იმეორებს იმ გესტს, რაც აქვს ორბანს. ჩვენ გვაქვს უკვე ეს ინსტიტუციურად ყალიბდება ის, რაც ევროპაში არის ჩამოკიდებული ლიდერებს, ხო? ჩვენთან ეს ინსტიტუციურად ფორმირდება. ამის გარდა რა პროცესი არის დაწყებული? რატომღაც ტექნოკრატებმა დაიჟერეს, რომ ისინი შეუცვლელები არიან. ის თუ რაც ხდება ჩვენ სამინისტროებში, როდესაც ზოგიერთი განცხადებას წერს წასვლაზე და პროტესტის ნიშნად მიდის, ზოგიერთი წერილს წერს და გამოთქვას საკუთარ მოსაზრებას და ხედავთ, ვინ ვისკენ არის, ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ გადამწყვეტ და პოლიტიკის შექმნელ პოზიციებზე არის ის ხალხი საქართველოში, რომელიც ანტიდემოკრატიულია თავის არცით და მიეკუთვნება იმ კლუბს, იმ ტექნოკრატიულ კლუბს, რომელიც პრინციპში ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ეგზისტენციალური მდგომარეობის წერია. აქედან გამომდინარე, ძალიან ესე იგი პოზიციების ძალიან ესე მკაფიო დაფიქსირება აქამდე რატომ იყო პრობლემური ეს, იმიტომ რომ ისინი ჩუმად იყვნენ და ჩუმად აკეთებდნენ საკუთარ სამინისტროებში იმას, რაც ამ საერთო კლუბის მიზანი იყო, ხო? და ეხლა როგორ არის მაგალითად რა მიიღეს, აი მაგალითად სუვერენობის აბსოლუტური დანგრევა, ხო? აი მაგალითად ეხლა მე ვარ დოქტორანტი და მიიღეს ესეთი წესი, რომ ჩვენ გვჭირდება უცხოელი, არა მარტო ქართული, არამედ უცხოელი, ესე იგი, მეცნიერის დასკვნაც. ანუ ეს იცით რას ნიშნავს, რომ შენ ამბობ, რომ ჩემი უნივერსიტეტების, ჩემი კადრების, ჩემი სამეცნიერო კადრების კვალიფიკაციას მე არ ვენდობი, თუმცა მე გავცემ, სამინისტრო ვარ და მე გავცემ და ერთი ხელით ვაღიარებ, რომ მათ აქვთ კვალიფიკაცია და მეორე ხელით არ ვენდობი მაგ კვალიფიკაციას. აი წარმოგიდგენთ სამინისტრო ამას რო აკეთებს, როგორი კოლონიალური ლოგიკაა, ხო? და არგუმენტი რომ აი რატომ ვაკეთებთ ამას და როგორ შეიძლება, რატომ უნდა იყოს აქ მაინც უცხოელი და სახელმწიფო გრანტებში ექსპერტები რატომ უნდა იყვნენ უცხოელები? პასუხი იცი რა არის? აბა ქართველებს ვენდობითო? ეს აი წარმოგიდგენიათ, აი აბა ქართველებს ვენდობით, როგორი დამოკიდებულება იყო თავად სამინისტროებში. როგორი დამოკიდებულებაა თავად სამინისტროებში. რუსთაველის ფონდი, რომელიც არის სახელმწიფო ფონდი, სამეცნიერო ფონდი, იქ რო შეიტანოს შენ თქვენ რომელიმე კვლევაზე და ეს იყოს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი. აი მაგალითად ვამბობ. იყო ესეთი კვლევა, ეგ ვიცი მე, იყო ესეთი კვლევა შეტანილი, რომელიცაც უნდა მოიკვლიო საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების და ეთნიკური უმცირესობების სხვადასხვა განვითარების დინამიკა. თუ რა ნარატივები შემოდის, როგორი იცვლება მათი განწყობები, როგორი ტენდენციებია, როგორი შეიძლება ეს იყოს 10 წლის შემდეგ და ასე შემდეგ. აი წარმოვიდგინეთ, ესეთი კვლევა როგორ საისუხლოს ჭირდება სახელმწიფოს, იმიტომ რომ იცოდეს თუ რა ხდება მასში. და მეორე კვლევა იყო, რომ აი ზოგადი ესეთი სახელწოდებით საქართველოს სოციალური უფლებები. აი ჯერ ესეთი დაკონკრეტებულიც არ არის. და ერთი ქულით დამარცხდა მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოელმა ექსპერტმა დაუწერა ამას უფრო მეტი ქულა ვიდრე მეორეს. და სახელმწიფო ამ შემთხვევაში სახელმწიფო გრანტია, ეს არ არის კერძო რაღაც ორგანიზაციის გრანტი, ან საერთაშორისო რაღაც ორგანიზაციის გრანტი. ეს სახელმწიფოს გრანტი. სახელმწიფო ვერ დაადგინა რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. აი თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორი კოლონიალური სისტემა არის საქართველოში? და აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტები, ეს კადრები რაც აკეთებდნენ, ხარს უჭერდნენ იმას, რომ სახელმწიფოს არ ქონოდა საკუთარი სუვერენული პოლიტიკა. ამ კადრების შედეგია ის, რომ ესეთი რაღაცები შეეწერა. მე ხა ერთეული შემთხვევებს ვამბობ, რომელიც აი თვალში საცემია. ამის გარდა, აი საჯარო დისკურსი ავიღოთ. საჯარო დისკურსში ძალიან კარგად ჩანს, თუ რა საკითხებია მნიშვნელოვანი. ესე იგი, იმის მაგივრად, რომ ოპოზიცია, ან ჩვენი პოლიტიკური კლასი ამ შემთხვევაში, საუბრობდეს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენ ირგვლივ. მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში. აფხაზეთში ძალიან საინტერესო მოვლენები ხდება. პირველი ის, რომ ისინი სექტემბრიდან ვეღარ გასცემენ ხელფასებს.
ძალოვანი სტრუქტურების ვერ იღებენ ხელფასებს. შუქი უკვე ელექტროენერგია მიეწოდებათ გრაფიკით. აქამდე გრაფიკით ქონდათ, მაგრამ ეხლა აქვთ უფრო კატ რეჟიმში, ისინი ვერ იხდიან ამას. და ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს ქართულმა სახელმწიფომ, მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში თუ არ იქნება პოლიტიკური კონსენსუსი, ანუ ეს არა მარტო სამთავრობო პოლიტიკის ესე იგი ხაზი. ოპოზიციაც უნდა იყოს თანახმა ამ პოლიტიკის გატარებაზე. ოპოზიციამ არ უნდა აწარმოოს რაღაცა დივერსია ამ პოლიტიკაზე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია ესეთ საკითხებზე. ხო? ეს თუ არ არის კონსოლიდირებული ესეთი საკითხები და ჩვენ ნახეთ რომ თუნდაც სიტყვიერ დისკურსში ოპოზიციის მომხრეებისგან და ზოგიერთ ოპოზიციონერებისგან არის ესე საუბარი, რომ ესეთი მოცემული აფხაზეთი ვის რა შეჭირდება, ესე არ გვინდა აფხაზეთი და ეშინიათ იმებს, რომ ოცნების დროს შეიძლება ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, ხო? ეშინიათ მათ, ესეთი რაღაცა, წარმოუდგენელი რაღაცა, იმიტომ რომ ოცნებას დაეწერება ქულები. წარმოუდგენთ როგორ ანტისახელმწიფოებრივი განწყობები აქვთ მათ რა. ესე იგი, თუ არ იქნება ერთიანი პოლიტიკა, წარმოუდგენელია რაღაცა სერიოზული შედეგი მივიღოთ. იმიტომ რომ ყოველთვის გვეყოლება შიდა დივერსანტი, რომელიც დალაგებულ, ნელ-ნელა ძიმედ შეიძლება, მაგრამ ჩვენი სასიკეთო პროცესები აბსოლუტურად გააფუჭოს და მე წარმოაჩინოს ქართული მხარე როგორც ფაშისტებად, როგორც აგრესორებად აფხაზურ და ოსურ საზოგადოების თვალში. და ეს ამის გაკეთება შეუძლია ოპოზიციას. ამიტომ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია, ჩვენი პოლიტიკური კლასი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ოპოზიციის სამთავრობო კლასი რაღაცეებზე, აი მინიმალურ რაღაცეებზე იყოს შეთანხმებული. იმისთვის რომ იყოს შეთანხმებული, უნდა ვაკვირდებოდეთ და ამაზე მსჯელობდეთ, ხო? დღეს მიმდინარეობს აფხაზეთში პროცესი, რომელიც ქართულმა მხარემ შეიძლება სათავეში გამოიყენოს. ეს არა, მე არ ვამბობ, რომ ამას 100%-ით გამოიყენებს მეთქი. სისულელია ეს, ამის მტკიცებაც კი, მაგრამ ის რომ ჩვენ გვეძლევა ჩვენი ინიციატივების განხორციელების საშუალება და სიტუაცია გვაძლევს ამის საშუალებას. ეს ფაქტია. და ამაზე არ მიდის საუბარი. ამაზე დუმს პოლიტიკური კლასი, ამაზე დუმს ოპოზიცია, არ საუბრობს ამაზე და საერთოდ არ არის ამ საკითხებზე საერთოდ საუბარი. თუმცა ნუ ვიტყვით იმაზე პერფორმანს აქცია შეუძლიათ ეგრეთ წოდებულ საზღვარზე მოაწყონ აქეთ ამ მხარეს, თუ კი დაცულები არიან, რა თქმა უნდა, პერფორმანს მოაწყობენ და რაღაცა პათეტიკურ სიტყვითაც გამოვლენ ტელევიზიაში, თუ როგორი ოკუპანტია რუსეთი და ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს რაც პოლიტიკურმა პარტიამ, პოლიტიკურმა კლასმა უნდა გააკეთოს, ანუ პოლიტიკა რომ უნდა აწარმოოს, ხო? შეთავაზოს და თვითონ იყოს ინიციატორი შეთავაზების. ამაზე კაი რა იქნება. თუ კი ოპოზიციიდან წამოვა ის დადებითი ინიციატივები აფხაზეთთან მიმართებაში, ამას არ აკეთებენ. ანუ მათი მთელი რიტორიკა არის აგებული არა იმაზე, რომ რეალურად რაღაც სახელმწიფოს არგონ, არამედ იმაზე, რომ ეს ყველა ესეთი საკითხი გამოიყენონ შიდა არეულობისთვის და მაიდნისთვის. ამას ემატება კიდე ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ჩვენ ნახეთ სირიაში რა ხდება. და ჩვენ სირიის ამბებმა გამოაჩინა გლობალური პოლიტიკის აბსოლუტური ცინიზმი. სირიაში იმათ ვისაც უწოდებდნენ ტერორისტებს, ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და დღეს ამერიკის პოზიცია როგორია? თუ კი ორ რაღაცას გააკეთებს ეს ხელისუფლება, რომელსაც ახალი ხელისუფლება, თუ კი ის აღიარებს ისრაელს და ის ესე იგი ამერიკულ ინტერესებს გაატარებს, ამერიკა მზად არის რომ აღიაროს ეს ხელისუფლება და ამოიღოს ტერორისტების სიიდან ეს რეჟიმი. ანუ ნახეთ, როგორი ვაჭრობა პრინციპებისგან დაცლილი პოლიტიკა. აი აბსოლუტურად არავის არ აინტერესებს შენი პრინციპები. ამიტომ არავის არ აინტერესებს ის, რომ შენ დემოკრატიის კუთხით უფრო წინა ხარ, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა. რომ შენთან განსხვავებული აზრი ფიქსირდება, რომ შენთან სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიური იქნება, ინფრასტრუქტურული იქნება, დემოკრატიული ინსტიტუტების კუთხით, სახელმწიფო ინსტიტუტების კუთხით გაცილებით წინა ხარ და გაცილებით მეც იმსახურებ ვიდრე მოლდოვა და უკრაინა.
არ არსებობს ესეთი არგუმენტები, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ აი ვაჭრების პერიოდში, როდესაც სადაც პრინციპები აბსოლუტურად უგულებელ ყოფილია და შენ შეგიძლია ტერორისტებთანაც შეხვიდე მოლაპარაკებებში და თუ კი ეს ტერორისტები შენთვის სასურველ პოლიტიკურ შედეგს დადებენ, ის აღიარო და თქვა რომ თურმე ესენი ტერორისტები კი არ ყოფილან, არამედ აი ხალხის ნების სერიალი ხალხის ნების გამტარი ყოფილა. ამის გარდა ჩვენ ხედავთ რომ თურქული გავლენები ძალიან გაიზარდა სირიაში, თურქული გავლენები და ჩვენ იმის მიუხედავად რომ ეს აშკარად რუსული პოლიტიკის ჩავარდნა, რუსები კი შევიდნენ მოლაპარაკებებში და უკვე გაჩნდა სტატიები, რომ რუსები ინარჩუნებენ იქ თავის საზღვაო ფლოტს. ანუ ერთი მხრივ ისრაელმა, მეორე მხრივ თურქეთმა, მესამე მხრივ ამერიკა, მეოთხე მხრივ რუსეთმა საკუთარი პოლიტიკა განახორციელა სირიაში, საბოლოო ჯამში და ყველა მიიღო ის, რაც უნდოდა. სირიელ ხალხს სირიელ ხალხს დანგრეული ქალაქები, სირიელ ხალხს უამრავი ემიგრანტი, განსაკუთრებით განათლებული ემიგრანტები, ექიმები, დოქტორები, სხვა პროფესიის მქონე ადამიანები ყველა ემიგრაციაშია წასული. ანუ ამ სამოქალაქო ომის შედეგად იმის გარდა რომ მოსულიყვნენ ტერორისტები არაფერი არ მიიღო, ესე იგი სირიამ. ამას ემატება ის რომ ამაზე მსჯელობა არ მედის. ანუ ჩვენ არ ვსჯელობთ იმაზე თუ როგორ ახორციელებს სხვადასხვა ჩვენი მეზობლები მათ შორის და არა მარტო მეზობლები, არამედ ის ვისი იმედიც იმ გამოსულებს აქვთ, როგორ ახორციელებენ საკუთარ პოლიტიკას და როგორ არის დაცლილი ეს ყველაფერი იდეალებისგან და როგორ უნდა იბრძოლოს შენი ინტერესებისთვის და როგორ არ უნდა დაუთმო მას. ამაზე არ მედის საუბარი, სპეციალურად არ მედის საუბარი. იმიტომ რომ თუ კი ამაზე წავა საუბარი, ჩვენ ნათლად გავიგებთ და იმ რაღაცა ვარდისფერ სათვალეებს მოვიხსნით, სადაც აი დასავლეთი კეთილები არიან და სხვა დანარჩენი ბოროტები არიან. თურმე ესე არ ყოფილა, თურმე ყველა საკუთარი ინტერესით მოქმედებს და ძალის დომინაცია და ვაჭრების ლოგიკა ყოფილა, ესე იგი გაბატონებული. და აქედან გამომდინარე, ჩვენთან არის ძალიან ესეთი საზიზღარი დისკურსია, რომელიც ორიენტირებულია არა ქვეყნის სახელმწიფოს განვითარებაზე, არამედ ორიენტირებულია აი ახალ ევრომაიდნების ხელოვნურად შექმნაზე. აი ეს დისკურსები, რასაც ოპოზიცია გვთავაზობს, გარდა იმისა, რომ ევრომაიდნების შექმნან, ხო? რას ემსახურება? ის არ ემსახურება სახელმწიფოს განვითარებას. ის არ ემსახურება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ის არ ემსახურება რაციონალიზმის განვითარებას, რომ ჩვენ რაღაცა უფრო პრაგმატულები გავხდეთ. პირიქით, ანტიპრაგმატულია მთლიანად, ანტირეალისტურია, ანუ რეალიზმს აბსოლუტურად უარყოფს და ისეთ სურათს გვიხატავს სამყაროს, რომელიც არ არის, სამყარო ეგეთი არ არის, როგორც სურათს გვიხატავს. და იმაზე პასუხს ვერ გვცემენ, ვინ იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარანტია იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველოს შეუერთდება იმ საქციებს, რასაც დღეს ოპოზიცია მოითხოვს. აი მამუკა ხაზარაძეს ლელოს ეწერას ზოგადად პროგრამაში, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში ისინი შეუერთდებოდნენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ვინა უსაფრთხოების გარანტი? მითხრათ, ვინ არის უსაფრთხოების გარანტი? არ აქვთ ამაზე პასუხი, არ შემოდიან დისკუსიაში და ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ, ხო? აი ამ აბსოლუტურად idiotor უშინაარსო პროცესს, რომელიც დამარცხებისთვისაა განწირული. ეს გამარჯვებისთვის გამარჯვებული იქნებოდა ორ შემთხვევაში. პირველი, სასამართლო რომ მათ ხელში იყოს, მეორე აქ რო იყოს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა, რომლითაც ზეწოლას მოახდენენ ადგილობრივ ხელისუფლებებზე და ინსტიტუტებზე და სახელმწიფო ინსტიტუტები იძულებული იქნებოდნენ ამ ზეწოლას დათანხმებულიყვნენ, ხო? არ არსებობს ესეთი რამ საქართველოში, კიდევ კარგი რომ არ არსებობს და ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ სწორედ აი ის რაღაც მცირე სუვერენიტეტი, რომელიც აი ამ პერიოდში მოვიპოვეთ. ჩვენ მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ მოვიპოვეთ ის, რომ თურმე გარედან მაიდანის მუხარების მიუხედავად ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება. თურმე იმის მიუხედავად, რომ
გვაშინებდნენ რუსეთით, ხო? რომ ჩვენ თუ გავათ აი რუსეთი შემოვა. ჩვენ შემოვიყვანეთ ჩინელები და განახორციელებთ პროექტი, რომელზეც რუსებიც კი იძულებული არიანო დათანხმდნენ, იძულებული არიან კვლავ იმეორებ, იმიტომ რომ ეს გზა რუსეთს გვერდსულის. რუსეთს გვერდსულის. რუსეთი დამოკიდებულია ჩინეთს. და ნიშნულოვანი მომენტი. ჩვენ თვალწინ ის დისკურსული აპარატი ინგრევა, რაც წლების განმავლობაში შეიქმნა. ფორმულა იხურება. მთავარ არხში კრიზისია. თურმე ნიკა გვარამიას 88,500 ქონია ხელფასი. ესეთი მაღალი ხელფასი არ ვიცი, მე მგონი საქართველოში არავის არ აქვს. და ეს დისკურსული ცენტრები ესეთი აღარ მუშაობენ. მეორე ეხურებიან. ეს მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ თვითონ დასავლეთში და თვითონ იმ ცენტრში, ტექნოკრატიულ ცენტრში აღარ არის იმის რესურსი, რომ ეს პროცესი, ესე ვთქვათ, ყვებო, მუდმივად ყვებო, იმის მიუხედავად წარმატება მოაქვს თუ არა. და მეორე კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რატომაც ვერ მოხდება ეს რევოლუცია, ჩვენ ხედავთ იმას, რომ თვითონ დასავლურ ელიტებში არის ჩავარდნა. უამრავ სტატიას თუ გაეცდობით, თქვენ ნახავთ, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან ქართული ხალხით. ქართული ხალხი ვერ მიიღო ევროპული ღირებულებები თურმე. ესე იგი ადამიანებს, ესე იგი აქვთ ამხელა სიმდიდრე. და ამხელა სიმდიდრე აქვს, ამხელა გავლენები აქვს, ვერ განახორციელებს საკუთარი პოლიტიკა, რაზე მიანიშნებს ეს, იცით? რომ თვითონ არიან არაკომპეტენტურები და თავიანთ არაკომპეტენტურობას აბრალებენ ქართულ ხალხს. თვითონ დებენ ისეთ პოლიტიკურ პარტიებზე და ისეთ პოლიტიკურ ფიგურებზე ფსონს, რომელსაც არ შეუძლიათ წარმატების მოტანა. და იმისთვის რომ გაამართლონ დასავლეთში საკუთარი წარუმატებლობა, ხო? ისინი აბრალებენ ქართულ ხალხს. და ეს არის სწორედ აი ამ სისტემური ჩავარდნის ნიშნები. მათ აქვს სისტემური ჩავარდნა. ნუ გეშინიათ, ვისაც ეშინია მაიდინის და ბევრს ეშინოდა ჩემი ირგვლივ, ნუ გეშინიათ. მათ არ ჰყავთ ადამიანური რესურსი, რომ განახორციელონ ევრომაიდანი. მათ არ აქვთ ისეთი სტრატეგიული დაგეგმარების და ისეთი კადრები, სტრატეგიული დაგეგმარების აპარატი, ტექნოლოგიები უკვე აღარ აქვთ და აღარ აქვთ კადრები, რომ განახორციელონ საკუთარი ზეგავლენა, ეფექტური ზეგავლენა საქართველოს. მათ შეუძლიათ მხოლოდ აი ესე განახორციელონ და ჩვენ ხედავთ, რომ რამდენიც ცადეს იმდენჯერ დამარცხდნენ. რამდენიც ცადეს იმდენჯერ უფრო სუსტები გამოვიდნენ ისინი. რამდენიც ცადეს უფრო და უფრო სუსტება მათი გავლენები. და ეხლა ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ამ კრიზისს, ესა ბოლო კრიზისი, სადაც NGO არის ესეთი წამყვანი ძალა. ჩვენ ხედავთ, რომ თუ კი აქამდე როგორ იყო აგებული, რომ შენ თუ ამ NGO-სთან დაახლოებული იყავი, შენ გზა გეხსნებოდა სამინისტროებში. შენ გზა გეხსნებოდა, ესე იგი, მედია საშუალებებში. შენ გზა გეხსნებოდა გრანტებზე, შენ გზა გეხსნებოდა უცხოეთში, შენ გზა გეხსნებოდა ყველანაირ ელიტარულ დაწესებულებებში. და ეს იყო ისეთი ტრამპლინი შენთვის, რომ შენ დამოკიდებული იყავ, ამიტომ გეშინოდა შენ იმისა, რომ არ დაებლოკე ესეთ NGO-ს. არ ყოფილიყო, ესე იგი, არ დაკენსელებული იყავი, ხო? გეშინოდა ამის. ეხლა როგორ არის? ეხლა ესენი რა თქმა უნდა არცად არ გაქრებიან, მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი კლუბი მრავალ კლუბთან შორის. როგორც ბევრ ქვეყანაში, აი უნგრეთი აიღეთ, აი შეერთებული შტატები აიღეთ. ბევრი კლუბი ჩამოყალიბდა. და თქვენ თუ განსხვავებული მოსაზრების ადამიანი ხართ, აი ახლა უკვე სახელმწიფო იწყებს გრანტების გაცემას, იანვრიდან იწყებს სახელმწიფო გრანტების გაცემას, ანუ პირველად სახელმწიფო მიხვდა ამ წლების განმავლობაში, რომ იმისთვის რომ შენ NGO-ები არ იყოს აგენტოკრატია და NGO-ება შეასრულოს ის როლი, რაც უნდა შეასრულოს, სახელმწიფომ უნდა დაეხმაროს მათ, შეიქმნას ეროვნული NGO-ები, რომლებიც შენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს გაატარებენ და არა სხვა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. იანვრიდან ეს სახელმწიფო იწყებს ესე იგი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და გარწმუნოთ შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იქნებიან უკვე სხვა პრინციპზე აწყობილი და თქვენ შეგეძლებათ უკვე აღარ იყოთ დამოკიდებული აი ამ ბაბლებზე და ამ რაღაცა NGO-ებს. თქვენ გექნებათ სხვა, ესე იგი, რეალიზაციის სხვა საშუალებებით.
ესეთი მონოპოლიზირებული საშუალება, რეალიზაციის საშუალება, როგორც NGO-ს ჰქონდა აქამდე, იყო ძალიან უსამართლო და ძალიან ტოტალიტარული. ამიტომ ეშინოდათ ადამიანებს, ხო? ამიტომ ვერ აფიქსირებდნენ საკუთარ მოსაზრებებს. ეხლა უკვე ეგრე აღარ იქნება. კიდე ასევე მნიშვნელოვანი პროცესია ის, რომ ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს დაწმენდა სამინისტროებიდან, დაწმენდა ციპებიდან იმ ხალხის, რომელიც შიდა დივერსიას ახდენს. იმ ხალხის, რომელიც გიწერს, რომ იმისთვის რომ შენ რაღაცა კვალიფიკაცია მოგანიჭო, უცხოელი ყოფილა საჭირო. ანუ კოლონიალური რაღაც მექანიზმი შენი სამინისტროებიდან უნდა გაქრეს. და შენ უნდა მიიღო რაღაც სუვერენობის დიდი ნიშანი. რაც საბოლოოდ დროთა განმავლობაში საქართველოს აყარებებს იმდენად სუვერენულ სახელმწიფოდ, მე არ მჯერა ისეთი სუვერენობის, ეგეთ სუვერენული არავიზე იყოს დამოკიდებული შეერთებული შტატებიც არ არის. ყველა ვიღაცაზე არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ვიღებთ იმდენ სუვერენულობას, რომ რაღაცეები, მნიშვნელოვანი რაღაცეები, ჩვენთვის მნიშვნელოვანი რაღაცეები ადგილზე გადაწყდეს. და ამას ვახდენთ ჩვენ სწორედ აი ამ მაიდნების პროცესის შედეგად. მოდი ესე ვთქვათ, მათი ესეთი მაიდნების მუდმივი გამეორება იყო თვითდესტრუქციული და ავნებდა მარტო მათ პოზიციებს. მათი პოზიციები შესუსტებულია სამინისტროებში, მათი პოზიციები უკვე შესუსტებულია მედიაში, ფორმულა იხურება. მათი პოზიციები შესუსტებულია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ბაზე, ვერ ხერხდება მათი პერფორმანს აქციებით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება. მათი გავლენები შესუსტებულია სასამართლოზე, მათი გავლენები შესუსტებულია სახელმწიფო მნიშვნელოვან საისუსლო აპარატებზე. რჩება რა თქმა უნდა განათლების სამინისტრო, სადაც მათ გავლენები აქვს, რჩება კიდე საუნივერსიტეტო სივრცეს, სადაც მას გავლენები აქვს, მაგრამ მე მჯერა რომ ნელ-ნელა სწორედ მოხდება ამ სივრცეების ესე ვთქვათ განთავისუფლება. საბოლოოდ ჩვენ ვიღებთ სურათს, სადაც საქართველო ხდება უფრო მეტად სუვერენული, საქართველო ხდება იმ ტრენდში, სადაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, ორბანის მსგავსი ტიპებმა და ესეთმა ხელისუფლებებმა ერთმანეთში უნდა ითანამშრომლონ, შექმნან ახალი ევროპა იქნება ჩვენ თვალწინ. ის ძველი ტექნოკრატიული ევროპა მე არ ვიტყვი რომ ახლა წარსულში ბარდება, რა თქმა უნდა ისე დარჩება რაღაცა ფორმით, მაგრამ ესეთი დომინანტური აღარ იქნება. ხო ხედავთ 5 წლის წინ მარგინალური ძალები, პოლიტიკური ძალები დღეს 25%-ია. 25%-ით არიან წარმოჩენილი ევროპარლამენტში. ეს ამ მზარდი ტენდენცია. გერმანიაში უკვე საშიშროება არის იმის, რომ მემარჯვენეები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ან თუ ხელისუფლებაში არა დიდი გავლენები მოიპოვონ. აღმოსავლეთ ევროპაში ყველგან აბსოლუტურად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველგან მემარჯვენე ლიდერები იმარჯვებენ და ხელოვნურად ხდება ესე იგი შეჩერება ამ პროცესის, როგორც რუმინეთში მოხდა და ეს პროცესი არის შეუქცევადი. კი, სადღაც ესე დროებით შეაჩერებენ, სადღაც პრობლემებს შეუქმნიან, მაგრამ ტალღა ისე იმ ხელაზე არის ეს კონსერვატიული ტალღა, რომ შეუძლებელია ახლა ამის შეჩერება. მოდის ესე ვთქვათ კონსერვატიზმის 10 წლეული. შემდეგი 10 წელი ეს არის კონსერვატიზმის აღზევების 10 წლეული. მე ვერ გეტყვით ამ 10 წლის ბოლოს რა იქნება, რა რეალობა იქნება, მაგრამ ეს კონსერვატიზმის აღზევება გამოხატავს იმას, რომ ძველი პოლიტიკური წესრიგი თავრდება და იწყება ახალი პოლიტიკური წესრიგი. და იწყება გადაწყობა ამ ახალ პოლიტიკურ წესრიგზე. ამ გადაწყობის შედეგად მე მინდა უბრალოდ გითხრათ, საქართველოსთვის ეს არის კარგი. კი, ბევრს ეშინია. ბევრს ეშინია, რომ ის რაღაცა ის პატარა უსაფრთხოების ილუზია რაც ქონდა, ეს ილუზია იყო, მინდა შეგახსენოთ და არ იყო ეგ არანაირი რეალური უსაფრთხოება, შეიძლება ეს ილუზია დავკარგოთ. მაგრამ სამაგეროდ ჩვენ ვიღებთ დიდ აბრეშუმის გზას, ჩვენ ვიღებთ პოლიტიკურ სუვერენიტეტს, ჩვენ ვიღებთ პოტენციალს, რომ ჩვენი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს საგრძნობლად. და რაც მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტნიორები ხდებიან
დონალდ ტრამპის ამერიკა, ჩვენი პარტნიორი ხდება ყველა ის ევროპული სახელმწიფო, რომელიც დღეს კბილებით გვიცავს და არ აძლევს ტექნოკრატებს იმის საშუალებას, რომ საქართველოს დასანქციონდეს, საქართველო იყოს, ესე ვთქვათ, თავდასხმის ობიექტი. და თქვენ, რომლებსაც გინდათ ევროპაში სიარული, სწორედ აი ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ თქვენ უვიზოთ ახლა დადიხართ ევროპაში. და არა ტექნოკრატებს. ტექნოკრატების ახლა ნება რო იყოს, დღესვე თქვენ უბრალოდ გაგიუქმნებდნენ უვიზო მიმოსვლას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიძენთ ძლიერ მეგობრებს, აღმავალ ძალას, ძლიერ მეგობრების აღმავალ ძალას და ჩვენ ხვდებით ერთიანი სისტემის ნაწილი, სადაც მთავარი პრინციპი იქნება ტრადიცია, სუვერენიტეტი და საერთო ინტერესი, საერთო გეოპოლიტიკური ინტერესი. ამ პერიოდში იწყება ესეთი შტაბ-ბიჭდება მაქვს და ჯერა ამის, რომ იწყება საქართველოს გარკვეულწილად პერიოდი, აი ესეთი პერიოდი ქონდა ჩვენ სწორედ ახალი წელთაღრიცხვით მესამე ფარსმან-ქველის დროს. იწყება ფარსმან-ქველის ეპოქა საქართველოში, სადაც ჩვენნაირ ქვეყნებს შეიძლება ლავირება ორ დიდ იმპერიას შორის. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.